როგორ შექმნათ საცხოვრებელ სივრცეში ჯანსაღი გარემო? ოპტიმალური ვენტილაციის რეჟიმთან ერთად. ვენტილაცია შეიძლება იყოს მექანიკური, ანუ იძულებითი ელექტროძრავის გამოყენებით, ან შეიძლება იყოს ბუნებრივი, მარტივ ჭეშმარიტება შეგახსენებთ, ჩვენ გვჭირდება ჟანგბადი არსებობისთვის, კომფორტისთვის და მივაღწიოთ ზამთარ საცხოვრის პირობებს. მძაფრდება ზამთარში, იმიტომ რომ ამ გამონაბოლქვ, ტრანსპორტის გამონაბოლქვს ემატება გათბობის სისტემების გამონაბოლქვი და არ აქვს მნიშვნელობა რას მოვიხმართ, თუმცა რასაკვირველია ყველა რესურსს აქვს თავისი მახასიათები, ყველაზე დამაბინძურებელი ქვანახშირია. თუმცა ბუნებრივი აირი მიუხედავად იმისა, რომ სუფთა, მასშიც არის ესეთი მანეწუნის პროდუქტები და მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან გავრცელებულია ინდივიდუალური გათბობები, თუ კორპუსებშიც კი ყველას აქვს საკუთარი გათბობა და ამისად ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია სწორად დამონტაჟებული სავენტილაციო სისტემების გამოყენება და ან პერიოდული განიავება, განსაკუთრებით განიავება იმ მიმართულებებიდან, სადაც ნაკლებად დაბინძურებული აერია, იმიტომ რომ გავიმეორებ მარტივ ფრაზას, ადამიანებს პირველ რიგში გჭირდება ჟანგბადი, შემდეგ ყველაფერი არის მისი გაუმჯობესება.